არ ვიცი მეგობრებო, ის ბაჭია რამ დამიკბინა. ცალიყური სავარაუდოდ მოტეხილი აქვს, სისხლები ეცხო. ძალიან მეწოდება. აი კურდღელი ფასდება ყურებით, რა თქმა უნდა, და ვიზუალით. ისე ყიდველი რო იყო, ნახდათ არ ვიყიდიდი. ძალიან მოწყენილი იყო ორი დღე, არც ჭამდა ეს რომ თქვათ, მაგრამ ეხლა ნელა-ნელა გააქტიურდა. აქ ერთი კურდღელი მაკლია, 5 იყო. ალბათ სადმე ძურება, არ ვიცი. არა, შიგნით დამალულია. ნახოთ. აი გამოძურა ჩემი ვაჟკაციც. ისინი არიან 11-ში გახდნენ სადღაც 3 თვისები. და უკვე ნახე, ეგ მებრატება. უკვე სიაქტიურობენ, რომ ერთმანეთსაც დადებენ, ანუ 3 თვენახევრიდან უკვე იწყებენ შეჯვარებას, მაგრამ არ არის კარგი შეჯვარება ჯერ ამათთვის, იმიტომ რომ ამათი ასე ვთქვათ განაყოფიერება ჯერ დაქვეითებულია, რადგან პატარები არიან. სადღაც უნდა დაიწყონ შეჯვარება, პროდუქტიულობა და უფრო კარგია. როცა ბაჭიებს დაყრია, მზად იქნებიან სადღაც 6 თვიდან ზემოთ. რადგან ჩამოყალიბებულები არიან უკვე და რა თქმა უნდა ის სანაყოფე სპერმა მამალზეა დამოკიდებული, რამდენი ბაჭიას დაყრის დედალი. ანუ უფრო მზად იქნება 6 თვიდან ზემოთ. ესეთი მამალია ვიცი შავი. ესეც მამალია სახეზე ეტყობა ეგრევე. და ამ 3-დან, 3 კალიფორნიულიდან ერთ-ერთია დედალი და რომელია არ ვიცი. მოკლედ ისე და ისე ესენიც გათამაშდება, რა თქმა უნდა. ყურმოტეხილი ძალიან მეწოდება, მოწყენილია, მაგრამ იმედია გადარჩება. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, გააზიარეთ ჩემო მეგობრებო და შესაძლებელია თქვენ ახლა ვინც ამათ უყურებთ, რომ ესენი თქვენები გახდნენ. რა თქმა უნდა, ჯანმრთელები და ჯანსაღები არიან, არაკლიათ კვება, თივა, კომბინირებული წყალი, ეს შარვალს მიჭამს, რა უნდა არ ვიცი. გამოიწეროთ არხი და დაველოდოთ გათამაშებას 14-ში. მადლობა ყურადღებისთვის. გადი ბიჭო, შარვალს ნუ მიჭამ, გადი.